ჩემი მოთხოვნები მოისმინე. გისმენ. დერეკ შენი მუსიკა გამორთე. ბავშვებო, გამორთეთ მუსიკა. მომ გეუბნები, გამორთეთ, უნდა გამორთოთ. იყიდეთ, ჩვენ ღია ვართ, ახალი მაღაზია. რატომ არ არიან მყიდველები? იმიტომ რომ სახლში არავინა. იყიდეთ. ჟუჟა. Привет, Dana. თამაშობ? ხო, ჟუჟა, თამაშობ. იქნები ჩემი მომხმარებელი, გთხოვ. არა, Dana, შენთან არ ვითამაშებ. ამისთვის უკვე დიდი ვარ და საერთოდაც სკოლიდან მოვდივარ დაღლილი. ჟუჟა, თუ არ მეთამაშები, მაშინ დიანას მოუყვები, რომ მისი კოსმეტიკა აიღე. Dana, შეჭორიკანა. კარგი ხო, რა ვითამაშოთ? შენ იქნები მომხმარებელი და ეს შენი შვილია. რა? შვილი? ხო, ჟუჟა, ეს შენი შვილია. შენ ჩემს მაღაზიაში მოხვალ საყიდლად და ჩემს კაფეშიც მოდი რაღაცის საყიდლად. Dana, სერიოზულად ამბობ? გინდა დიანამ და მეგობრებმა დამცინონ? უკვე დიდი ვარ და თოჯინებით თამაშობ? ჟუჟა, არჩევანი არ გაქვს. ან ითამაშებ ჩემთან, ან დიანას მოუყვები ყველაფერს. კარგი, ოღონდ ჩქარა, რომ არავინ დამინახოს. აი ასე, შესანიშნავია, ახლა უკვე მეყონება მყიდველები. მაშ ასე ბავშვებო, ეხლა სახლში მივალთ, პიკნიკს მოვაწყოთ და გავერთობთ. გართობა. ისეთ რა ვჭამოთ? ფიქრობ რაიმე ტკბილი. Რაღაცა შეიძლება, პიცა შეკვეთა შესაძლებელია და მართლაც. ხო, სუპერ. მომხმარებლებო, შემოდით, ჩვენი ახალი მაღაზია გაიხსნა. ახ, Dana, თოჯინებით თამაშ მაიძულებს. გამყიდველი არის აქ. საყიდლად მოვედი. მე ვარ გამყიდველი, რისი ყიდვა გინდათ? არჩევანი დიდი გვაქვს. დიდი არჩევანი, ეს არის რაც მე მჭირდება. სათამაშო პომიდორი, კიტრი, მარწყვი. ჟუჟა! დაგავიწყდა რაც გითხარი? გავიგე. მომეციეს მარწყვი, ბარდა. აჰა, აიღე. და პორტოხალი. ჟუჟა, არ გინდა ჩვენს კაფესაც რომ ესტუმრო? კარგი, სად არის შენი კაფე? აი აქ დაბრძანდით. უგემრიელესი ტოსტები გვაქვს და ასევე უგემრიელესი ცივი კოქტეილებიც. დიანა, აუზში ცურვას ვაპირებ? ოსტია, არა, რა თქმა უნდა. გარჯერ არც ისეთ ფილა და წყალიც ჯერ გამთფარა. ასე რომ არა, სხვა დროს. ამჯერად მხოლოდ მუსიკა და პიკნიკი. ნეტა, ეს თამაში მალე დასრულდებოდეს. დიანა და მეგობრები დამცინებენ, თან ძალიან დიდხანს. ეს კოქტეილი იქნება გემრიელზე გემრიელი. აი თქვენი მილკშეიკი და ტოსტი. ღმერთო, ჟუჟა, რა სირცხვილია, დიდი გოგო თოჯინებით ვთამაშობ. რამეს კიდევ შევუყვეთავთ? დიანა, გამარჯობა. ოჰო, რა სირცხვილია. გამარჯობა. ჟუჟა, უკვე თოჯინებით თამაში დაიწყე? რას თამაშობთ? დიანა, იყიდი ჩემგან. შენი მეგობრებიც იქნებიან ჩემი მომხმარებლები, თორემ ძალიან ცოტა მყავს. არა და რა თქმა უნდა, შენ თამაშს არ ვაპირებ, დიდი ვარ უკვე. პატარებო, ტერიტორია გაათავისუფლეთ, ახლა მუსიკას უნდა მოусმინოთ, პიკნიკი გვაქვს ჩვენ. დიანა, რას ნიშნავს ტერიტორია გაათავისუფლეთ? ჩვენ პირველი დავიკავეთ ეს ადგილი და თამაში დავიწყეთ აქ. ხო, დან, მოდი მართლა, შენ წადი სახლში, მე კი ბავშვებთან ერთად მუსიკას მოусმენ. პიკნიკზე ვიქნები. ჟუჟა, დიანას კოსმეტიკაზე მოუყვები. ხო, ბავშვებო, წადით, ჩვენ პირველებმა დავიწყეთ აქ თამაში. ჟუჟა, თოჯინებით თამაში შეგიყვარდა? ისე ჩვენ ყოველთვის ვიცოდით, რომ პატარა იყავი. დანა, მოიცადე? ვინ არის პატარა? შენ ხარ პატარა.
დიანა, როგორ ფიქრობ, მაგარი ხარ? საერთოდაც არა. მართალია დანა. აქ ჩვენ ვართ მთავარი. მთავარი არა? მაშინ კარგი. აბა ითამაშეთ თქვენი სათამაშოებით. ჩვენ კი პიკნიკს მოვაწყობთ და ვიცეკვებთ. ხო, დავიწყოთ. კარგი ჟუჟა, მოაწყონ პიკნიკი. ხო, დანა, ჩვენ გავაგრძელოთ თამაში. ნამცხვარიან მარწყვი ხომ არ მოგართვათ? მარწყვი იყოს. დიანა, დაინახე ჟუჟამ საკუთარი თავი როგორ წარმოგვიდგინა? გეთანხმები, პატარა, მაგრამ თავი ეშმაკმა იცის რა წარმოაჩინა და საერთოდ ეს ტერიტორია არა მხოლოდ მისი, არამედ ჩვენიცაა. დიანა, მუსიკას აუწიე. კარგი. აჰა, დაიჭირე. შეგიძლიათ ცოტა ჩუმად იყოთ, ჩვენ თამაშო. ხო, გამორთეთ თქვენი მუსიკა ძველმოდური. რა თქვი, ჟუჟა? ესე იგი ასე. ახლა ჩქარა შეაგროვეთ თქვენი სათამაშოები და შედით სახლში. ბავშვების დრო დასრულებულია. გასაგებია? დიანა, მოდი რამდენიმე სიტყვის სათქმელად გვერდზე გავიდეთ. ბავშვებო, ეს გაიგეთ? დანა მეპატიჟება გვერდზე გასასვლელად რამდენიმე სიტყვის სათქმელად. საინტერესოა, დანამ რა ჩაიგდა. საინტერესო. დიანა, თუ ეხლა მუსიკას არ გათიშავ და სახლში არ შეხვალ, დედას ყველაფერს მოვუყვები. ოჰოჰო, შემეშინდა და რას ეტყვი დედას? დიანა, დედას ვეტყვი რომ უკითხავად წაიყვანე მისი მანქანა. კარგი დანა. მაშინ იცი დედას რას მოვუყვები? დედას ახალი ტონალური და ჰაილაითერი რომ თოჯინებს წაუსვი. დიანა, და მე დედას ვეტყვი რომ მასწავლებლის ნომერი დაბლოკე დედას ტელეფონში, რომ მასწავლებელს ვერ დაერეკა დედასთვის. ასე დანა? მაშინ მე იცი დედას რას ვეტყვი? რომ შენ გატეხე მისი ახალი საყვარელი ვაზა და შემდეგ სუპერწეპოთი დააწებე. დიანა, და მე დედას ვეტყვი რომ შენ დახიე მისი საყვარელი მძივებიანი სანდლები და ლუი ვიტონიც და რომ სანაცვლოდ პატენტი იყიდე. დანა! ხო, დიანა. მე დედას ვეტყვი როგორ დადე ეს პატენტი ფეხსაცმელი მის გარდერობში. კარგი, დანა, რა მოთხოვნები გაქვს რომ დედას არაფერი მოუყვე? შეჭორიკანა. ჩემი მოთხოვნები? მოისმინე. გისმენ. ჯერ შენი მუსიკა გამორთე. ბავშვებო, გამორთეთ მუსიკა. რა? რომ გეუბნებით გამორთეთ, უნდა გამორთოთ. კარგი, გრუშა გამორთე. აჰა, მეორე მოთხოვნა. რომელი? სანამ მე სათამაშოებით ვთამაშობ, აქ პიკნიკი არ გექნებათ. აიღე შენი პლედი. ბავშვებო, აიღეთ პლედი. დიანა, რატომ? რატომ მოვედით მაშინ აქ? დასასვენებლად მოვედით პიკნიკზე. ჰეი, მაგარო ტიპებო, კითხრას გადასაფარებელი აალაგეთო, ასე რომ აიღეთ და მოაშორეთ. გვიბრძანა აქ. კარგი, დიანამ თქვა აალაგეთო, მოდი ავალაგოთ. დიანა, მზად ხარ მესამე მოთხოვნის მოსასმენად? აბა მითხარი შენი მესამე მოთხოვნა. აი მესამე მოთხოვნაც. დიანა, შენ და შენი მეგობრები ჩემთან ერთად ითამაშებთ მაღაზიაში და კაფეში. რა? და რა მოხდება თუ ჩვენ არ დავთანხმდებით შენთან თამაშს? დიანა, მაშინ დედას ვეტყვი, რომ შენ კირილეს აკოცე. ჰაჰაჰა. ახლავე, მოლაპარაკება მჭირდება. მოკლედ ბავშვებო, საქმე ასეა. დანამ დამინახა და უნდა რომ დედას ყველაფერი მოუყვეს და მას მოთხოვნები აქვს. რა მოთხოვნები? მოკლედ მას უნდა რომ თოჯინებით ვეთამაშოთ. რა? აუგთხოვთ, ეს ხომ მარტივია. აი პიკნიკიც გამოგვივიდა. მოგვიწევს ვითამაშოთ. თორემ დედისგან მიიღებ. მაგრამ ეს ხომ ჩემი ბრალი არ არის. ბავშვებო, თანახმა ვართ. არის, ჩვენ ეს გამოგვივიდა. აბა დანა, გითხარი რა უნდა გავაკეთოთ? კოსტა. უშა გამოდი. ხოლო ჩვენ რატომ? ჩაიბარეთ. ესენი თქვენი შვილები არიან. თქვენ შვილებთან ერთად მოხვალთ ჩემთან მაღაზიაში და კაფეში. დიახ, ბავშვებო, მოდი ვითამაშოთ. ნასტია, ძიმა, გამოდით. დაიჭირე შენი შვილი. დიანა, სერიოზულად ამბობ? ნასტია, სხვა გზა არ არის და საერთოდ თოჯინებით როდესმე გითამაშიათ? მითამაშია, მე არ მითამაშია. კარგი, წავედით.
დანა, როგორც ხვდები, ეს ჩემი დარჭომის ბავშვია? დიანა, არ გესმის? ვიღებ ტეტლს და ვთამაშობ. კარგი, დიდი ხანია ასეთ თამაში არ მითამაშია. მოდით, იყიდეთ, ახალი მაღაზია. და ასევე ბავშვებო, არ დაგავიწყდეთ კაფე. მოდით, თამაში ახლა დაიწყო. კარგი, ანუ ახლა კაფეში ვართ? არა, ეს მაღაზია, აირჩიეთ პროდუქტები. აბა გოსტია, რა გჭირდება სახლში? პარდა, ლობიო და სტაფი. აიღეთ. მომხმარებლებო, შემოდით. მაშნასია, რა გჭირდება? აქცია გვაქვს. ეს მომწონს, მომეცით. ინებეთ. всё. ძიმა დამეხმარე, ვარდება. ჰეი, ნუ დაამტვრეთ ჩემს მაღაზიას. გამარჯობა, ჩვენ მაღაზიაში მოვედით. რას ინებებთ? ხოთ მომაწოდოთ პასტა, მაკარონი, აი ეს პომიდორი, კიდე კიტრი, ეს რაღაც მაკარონისთვის და წვენი. სოკოც გვაქვს. ლიმონი. სოკოც მომეცით. აჰა, ინებეთ. სულ ესაა? დღეს აქცია გვაქვს. და შენი ჯემი დაეცა. არჭომ, მოდი დამეხმარე, გახარ უსაქმურად. დიახ, ეს წვენია. თქვენი მაკარონი. და ეს რაღაცაც მომეცით. სულ ესაა, მადლობა. ნახვამდის. მაგარია და მამები იდექით. აბა ბავშვებო, მე თქვენი მიმტანი ვარ. შეუყვეთეთ რამე, რას ისურვებთ? რუჟა, მოდი გითხარი დანამ როგორ დაგაძალა მასთან თამაში. შენზეც იცის რამე ისეთ? დიანა, რა მნიშვნელობა აქვს? მოდი შეკვეთას მოგიტან ჯობია. აი ეს მიუტანე. აბა როგორ დამცინოდით თოჯინებით რო თამაშობდი, ახლა თქვენც ითამაშეთ. არაფერი ჟუჟა, ხვალ სხვაგან მოვაწყობთ პიკნიკს და იქ არ ო ჟუჟა, და ისევ აქ დარჩები თოჯინებით სათამაშოდ. აი თქვენი შეკვეთა. დანა, კიდევ რამდენ უნდა ვითამაშოთ ეს შენი თამაში? არ ინერვიულო, რამდენიმე საათიც დამორჩება. და ხვალ კი ახალ თამაშს მოვიფიქრებ. რა? გამარჯობა მეგობრებო, თქვენთან ვიყავი მე, დიანა. აუცილებლად მოიწონეთ და გამოიწერეთ არხი და ასევე დააწყაპუნეთ ზარზე და ჩვენ კი კარგ დღეს გისურვებთ. ნახვამდის. ღმერთო ჩემო, ეს ხომ დიმა? ბოდიში ძვირფასონათლოა, მაგრამ ყველა დანარჩენი დაკავებულია. ისეთი უნდა არჩიო, რომელიც თავისუფალია. რა ხდება? უბრალოდ მაღაზიაში ვიდექი ყვავილებს და სათამაშოს ყიდულობდი. აქ როგორ გავჩნდი? გოგოებო, რა ვქნა? ხვალ უკვე გამოსაშვების აღამოა. ყველა ჩემს ბიჭ მეგობარს დავურეკე. ხვალ ყველა დაკავებულია. ვერავინ მოდის ჩემთან ერთად. ანუ რამე გამოსაშვებზე მარტო უნდა ვიყო? დიანა, მხოლოდ შენ არ გაქვს ხვალ გამოსაშვების აღამო. სხვებსაც აქვს. რა თქმა უნდა, გოგოებმა უკვე ყველა ბიჭი დაიკავეს. დიანა, ბიჭი აქამდე უნდა მოგეძებნა და არა გამოსაშვების აღამოს წინა დღეს. დიანა, ეგ საერთოდ პრობლემაა? მოდი ერთად წავიდეთ გამოსაშვების აღამოზე. ჩემთან ერთად წასვლა არავის უნდა, ამიტომ შევიძლია ბიჭივით გამოვეწყო. ჯიჯი, საერთოდ არ არის სასაცილო. გოგოებო, ახლა ხედავ რომ მხოლოდ ერთი გამოსავალი მაქვს. ჩვენს მეგობრებს დავურეკავ, დარწმუნებული ვარ, აუცილებლად დამეხმარებიან. კარგი, დაურეკე. მოდი კევი იყოს პირველი. ის ძალიან ძლიერი და ძალიან მაღალია. ჩემს გვერდით კარგად გამოჩნდება. ალო, კევ, გამარჯობა, რაღაც პრობლემა მაქვს. ვერავის პოულობ რომ გამოსაშვებზე ჩემთან ერთად წამოვიდეს. ანუ ხოლ მეწყვილეს გარეშე ვარ. ჩემთან ერთად გამოსაშვებზე წამოხვალ. რა? ჯულისთან ერთად მიდიხარ? კარგი, გასაგებია. მესმის, ნახვამდის. ჯული, რა გჭირს? შეგეძლო გაგეფრთხილებინე რომ კევი შენთან ერთად მოდიოდა ხვალ. შენ რანაირი მეგობარი ხარ, ღმერთო ჩემო? დიანა, მე არ მეგონა რომ კევი ჩემთან ერთად წამოვიდოდა, ამიტომ ფიქრობდი რომ არც მე ვყავდა მეწყვილე. ნას, და შენ მისთან ერთად მიდიხარ, გითხარი ახლავე. დიანა, მე არ მინდოდა რომ გამენაწყენებინე, ისედაც ბევრი პრობლემა გაქვს და ძალიან ნერვიულო. მე არცთან ერთად მივდივარ. ძალიან კარგი, ესე იგი თუ კევი ჯულისთან ერთად მიდის, არტიკი შენთანაა ნას? ანუ დიმა თავისუფალია, არა? ესე იგი მას შეუძლია ჩემთან ერთად წამოსვლა. დიანა, უკვე გვიანია, დიმა ჩემთანაა. მის ნომერს ვკრებ, შეხედე?
კარგი, ჩემთვის უკვე ყველაფერი ნათელია და ჩემს მეგობრებს უწოდებ თქვენ თავს. ღმერთო ჩემო, ესეც ასე რადგან მეწყვლილი არ მყავს გამოსაშვებისთვის სახლში დავრჩები. გასაგებია? წადით თქვენს ბიჭებთან ერთად და გაერთეთ. კარგი, დიმა მიუწვდომელია, მოგვიანებით დაბურეკავ. რა თქმა უნდა, უწუხარდიანას გამო. ჯული, მე კი საერთოდ არ ვწუხარ, იმიტომ რომ ბიჭებმა გადაწყვიტეს გამოსაშვებზე ჩვენთან ერთად წასვლა და არა მასთან. დღეს ვერ ვარ კარგად, ყველაზე საშინელი დღეა. ძვირფასო დღიურო. დღეს საშინელ ხასიათზე ვარ. ხვალ გამოსაშვების აღამო მაქვს. მაგრამ არ წავალ, სახლში დავრჩები. რადგან მეწყვლილი არ მყავს. ეს ყველაზე ცუდი დღეა ჩემს ცხოვრებაში. და შენ ვიღახარ? ხედავ, ჩაგითვალს უკვე გამოსაშვებისთვის, არა? რა გამოსაშვები? ჩემი გამოსაშვების აღამა 200 წლის წინ მოხდა. და აქ მოვიდი რომ დაგეხმარო. მე შენ ნათლიაფერია ვარ. რა? შენ ვერ იქნები ჩემი ნათლიაფერია. დედაჩემს არ უთქვამს რომ ნათლია მყავს, მით უმეტეს ფერია. რა თქმა უნდა, არ გითხრა, ჩემზე ისევ გაბრაზებულია, ჩვენ ვიჩხუბეთ. ესე იგი შენზეა გაბრაზებული, ხო? მაინტერესებს რატომ გაგიბრაზ და რაზე იკამათეთ. კარგი, საქმე ისაა რომ დედაჩემს არ მოიწონა როგორც გამოაწყო გამოსასვლელი საღამოსთვის. მომისმინე ნათლიაფერია, ჩემი კაბა მზად არის, ამიტომ შეგიძლია წახვიდე. იკამათა დედაჩემთან ერთი ამას შეხედეთ. კარგი, ვხედავ რომ პრობლემა კაბაში არ არის, მაგრამ გავიდი რომ რაღაც პრობლემაა მეწყვილესთან დაკავშირებით. ანუ ხვალ მარტო აპირებ გამოსაშვებ საღამოზე წასვლას? შენ რა, მისმენდი, როცა ჩემს პირად ღიურში ვწერდი? მომისმინე პატარა, მთელი დღის გატარება შენთან ლაპარაკში არ ვაპირებ. მითხარი, გჭირდება მეწყვილე თუ არა? ნუ კარგი, მჭირდება მეწყვილე და რა, მართლა შეგიძლია შაუცვით გამიჩინო? კი, შემიძლია, მხოლოდ მარტო ჩემი ნათლულისთვის, მაგრამ სინამდვილეში ძალიან დაღლილი ვარ ამის კეთებით. მისმინე ძალიან მაგარია, გამიკეთე ჯერ რომ ყველაზე სიმპათიური ბიჭი მყავდეს. კარგი, მაგრამ აქ ძალიან პატარა ადგილია, მეტი სივრცე მჭირდება. წამო გაერთ ქუჩაში გავიდეთ. დღეს დედას უნდა ვკითხო, საიდან გაჩნდა ჩემი ნათლიაფერია. კარგი, გოგოებო, ძალიან კარგი ამბავი მაქვს თქვენთვის. ხვალ გამოსაშვებ საღამოზე წამოვალ და მეწყვილეს მეყოლებա. დიანა, ვინ არის ეს? საიდან მოვიდა? თვითონაც არ ვიცი, საიდანაც ჩამომფრინდა, მითხრა რომ ჩემი ნათლიაფერია. კარგი, ბევრი დრო არ გვაქვს მეწყვილეს გავაჩენ შელოცვის გამოყენებით. გოგოებო, ამას შეხედეთ, ყველაზე იღბლიანი არა? ნათლიაფერია. მოდი შევხედოთ, ყურება მინდა. კარგი, გააკეთე შენ შელოცვა. ვინ არის ის სინამდვილეში და რას ნიშნავს ეს ყველაფერი? ჰეი, ჯული, გაჩუმდი, წავიდეთ და ვნახოთ რა ხდება. ესე იგი, ჯერ შენს კაბაზე გავაკეთოთ შელოცვა. მომისმინე, უკვე გითხარ რომ ჩემს კაბას არაფერი ჭირს. ყველაზე მაგარი კაბა მაქვს ჩამოკიდებული გარდერობში. მომიყვანე შეყვარებული, ეხლავე. კარგი, როგორ ჩვენ გინდა? ოღონდ ბიჭის შელოცვის გასაკეთებლად დამჭირდება პორტოხალი. მომისმინე, მეშლება რამე თუ თვითმარქვია ხარ. რა თქვი? შელოცვის გასაკეთებლად გჭირდება პორტოხალი? ჰეი, კარგი, მოგიტან მე პორტოხალს, მაგრამ არც გაბედო ჩემი მოტყუება. ის ბიჭს პორტოხლისგან გააკეთებს. ეგ რანაირად არის საერთოდ შესაძლებელი? კარგი, აი პორტოხალი. დადე მიწაზე და ვნახოთ რა მოხდება. ესეც ასე, დავდე, მიდი, გააკეთე ახლა შელოცვა. შეხედე? 1, 2, 3. მაგია, გადააქცია ეს პორტოხალი ბიჭად ჩემთვის. რა, ეს ხომ კევია? ამ ფერიას რა ნერვები აქვს? ეს ხომ ჩემი კევია? მიდი, მოიყვანე, ხო? როგორ მოხდი? მომისმინე კევ წადი ჯულისთან. ჩვენ აქ ჩემი მეწყვილის შექმნას ვცდილობთ. ჰეი, შენ, ეს კევია. ისეთი ბიჭი შემიქმნე, ვისაც არ ვიცნობ. ეს ბიჭი არ მოგწონს, ნუ კარგი, ბანანი მჭირდება ახლა. ამას შეხედეთ, ახლა ბანანი ჭირდება. მომისმინე ფერია, ჩემი გაცურება არც კი გაბედო. ჰეი, გოგოებო, რა ხდება? აქ როგორ გავჩნდი? ჰეი, კევ, ჩემს გვერდი დადექი და არ იმოძრაო. აი ბანანი. თუ მეწყვილე გინდა, ეხლავე ძირს დადე. 1, 2, 3. მაგია, გადააქცია ეს ბანანი ჩემთვის ბიჭად. მომისმინე ფერია, სერიოზულად? ეს ყველა ჩემი მეგობარია, ღმერთო ჩემო, არტი, კევი, მათ მეწყვილეები უკვე ყავთ. აქ რას ვაკეთებ? რა გაქვთ? მეჯლისი? რა, გამოსაშვები უკვე დაიწყო? არა, ჩვენ შველოცვებს ვაკეთებთ, რომ დაიანას მეწყვილე გავუჩინოთ. რა, წაიყვანეთ.
მომისმინეთ და შენც, ეს ჩემი მეწყვილია გამოსაშვებისთვის, თქვენთვის ახალი იშოვეთ. მართლა, შეგიძლია ნორმალური ბიჭი მომიყვანო? ხო, კარგი. ვაშლი გააქვთ? კი, მაქვს ვაშლი, მაგრამ თუ რამე ეგზოტიკური ხილი გინდათ, მაგალითად მანგო, არ მაქვს, ამიტომ ეს შენი ბოლო შანსია. ოჰ, რა ხასიათი აქვს, რაც დედა ის შვილი. სონათლია, შენი ბოლო ცდაა, გააკეთე შელოცვა. 1, 2, 3, მაგია, გადააქცია ეს ვაშლი ჩემთვის ბიჭად. ღმერთო ჩემო, ის ხომ დიმა? ბოდიში საყვარელო ნათლულო, სხვა ყველა დაკავებულია, ამიტომ იმად გაუნდაერჩიო, ვინც თავისუფალია. ხდება, უბრალოდ მაღაზიაში ვიდექი ყვავილებს და სათამაშოს ვყიდულობდი. აქ როგორ გავჩნდი? დიმა, შეიძლება კითხვა დაგისვა? ვისთან ერთად მიდიხარ გამოსაშვებზე? გულწრფელად მითხარი. ენა, რას გულისხმობ ვისთან ეს შენ ხარ? აი, ყვავილები და სათამაშო ვიყიდე შენთვის. კარგი, ხო. ბავშვებო, მოიცადეთ, უნდა გავარკვიო. დიმა, არ მესმის რას გულისხმობ დიანასთან ერთად მიდიხარ. მე პირველმა დაგირეკე. ეს ყვავილები და სათამაშო ჩემი უნდა იყოს. და არა დიანასი. ჩემთან ერთად უნდა წახვიდე გამოსაშვებზე. მომისმინე პატარა გოგო, ჯობია გაჩუმდე, თორემ ვირთხად გადაგაქცევ. ო, გაიგე? წადი, თორემ ვირთხად გადაგაქცევ. კარგი, დიმა, იყოს დიმა, საბოლოოდ რაღაც მაინც მაქვს ბედნიერებისთვის. ჰეი, დიანა, როგორ მიხვალ გამოსაშვებზე? იქნებ ეტლი გაგიჩინო. რა, შენ ტრანსპორტის გაჩენა შეგიძლია ჩემთვის? ეტლი წინა საუკუნიდან არის, მაგრამ მაგარ ვარდისფერ მანქანაზე უარს არ ვიტყოდი. ოჰო, ღია სახურავით, ყველამ რომ დაგვინახოთ მე და დიანა. მანქანა, როგორ გამოიყურება? არ მახსოვს, მაგრამ რამეს მოვიფიქრებ. პამიდორი მჭირდება. ენა, ჩქარა მოიტანე პამიდორი. ხო, ეხლა ერთი წამი. დიანა, მიდი მალე. აი ეს ბოლოა. რატომ არის ასეთი პატარა? ბოდიში ფერი ენათლია, მაგრამ სხვა პამიდორი არ მაქვს. ჩვენ მხოლოდ ჩერი პამიდორებს ვჭამთ. მიდი, თქვი შელოცვა, ახლა მინდა მანქანა ვნახო. კარგი, პატარაა, პამიდორი მანქანაც პატარა იქნება. 1, 2, 3, მაგია, გააჩინე მანქანა ჩემთვის. ეს რა არის? ვფიქრობ, რომ ეს ნორმალურია? ეს არის მანქანა? ყველა დაგვრჩინებს მე და დიმას გამოსაშვებზე. მე მომწონს. ნუ როგორც იყო პამიდორი, ისეთია მანქანა. ეხლა უნდა წავიდე. არა, მოიცადე, ეს მანქანა არ მინდა. როგორი ხილიან ბოსნეული გჭირდება იმისთვის, რომ პირადი ვერტმფრენი გააჩინო. ენა, ფერია უკვე წავიდა, დაჯექი, წავიდა. აი, მიანია, დიანა, მიანია. მის მინეთ დღეს დედა ჩემს კითხავ, იქნებ მეც მოყავს ნათლია. ხო, კითხავ. კი, კითხე. იმა, ჯერ წავიდეთ კაფეში, წავიხემსოთ და მერე გავამზადოთ გამოსაშვებისთვის. მიდი, წაიყვანე მანქანა. Getting back up on my feet.